სათამაშო ბიზნესი საქართველოში რა იკრძალოს. რა რაოდენობის ფულის მოსახლეობიდან ამოქაჩვასაც ეგენი ახდენენ, ისედაც ხო ამ ხალხს არაფერი არ აქვს და რაღაცა კაზინოები ტიპებმა დახსნეს, ხელისუფლებასაც შეთანხმდნენ და აი ამ ხალხიდან ამ ფულის ამოქაჩვა ხდება და უცხოეთში გატანა. მარტო ეგ რო მოვახერხოთ, რაც არის ჩვენი პროგრამა, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალო. როგორ დაეტყობა ხალხის ეკონომიკას ფული, რომელსაც ადამიანი ხარჯავდა, რაღაც შედის და რაღაცა ღილაკს აჭერს თის და ფულს აგებს. ეგ რო რაღაცა სხვა მომსახურებაში დაიწყებს მაგის გადახდას და ეკონომიკაში რო ჩაბრუნდება ეგ ფული, ეგ დაეტყობა უკვე ქვეყანას, კაცო. ნარკოტიკების თემა რო ნორმალურად მიეხედოს და აიკრძალოს. ეხლა რაც ხდება საქართველოში, მთელი ქვეყანა დასვეს წამალზე რა. აქ რო მაგ თემას მიეხედოს და ამ ტოტალური ბარიგობის ქსელის ლიკვიდაცია რო მოხდეს, რო ვამბობთ რომ დემოგრაფიას დედა აქ ნატირები ხალხი აქედან გარბის ცხოვრება არავის არ უნდა, ბავშვის გაჩენა არავის არ უნდა. ისეთი სიტუაცია გაჩნდება, რომ მოუნდება მე ადამიანს აქ ცხოვრება, შრომა, ბავშვების გაჩენა, აზრი ექნება, თორე ეხლა ერთადერთი რასაც აკეთებს ჩვენი მთავრობა, საკუთარი ხელისუფლება შეინარჩუნოს და აი ეს ხალხი, რომელიც მაგისთვის არის რესურსი, ბოლომდე რო გაწუროს რა. კონსერვატორების საქართველოსთვის